გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვა ზორან მამდანიმ, რომელიც გახდა ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი და ამასთან დაკავშირებით არის სრული პანიკა. ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებ და ზოგადად მოგიყვებით თვითონ მთელი არჩევნების შესახებ, რომელიც გაიმართა სხვადასხვა შტატში და სხვადასხვა ქალაქებში და ასევე თვითონ მამდანის პროგრამის და მოლოდინების და რეაქციების შესახებ ცალკე ვიდეოსაც გავაკეთებ აუცილებლად. მაგრამ მანამდე მინდოდა უბრალოდ ვიდრე ამ ვიდეოებზე ვმუშაობ და ვამზადებ, პატარა ესეთი რეკომენდაცია მომეცა მათთვის, ვისაც აინტერესებს ემიგრანტული ამბები და ემიგრანტების თემა. რაღაცნაირად ისე მოახერხეს ზოგიერთმა ქართველმა ემიგრანტმა, რომ საერთოდ დაივიწყეს ის თუ რა არის ზოგადად ამერიკის და ნიუ-იორკის იდეა. ანუ ნიუ-იორკი ქალაქი, რომელიც ელის აილენდის ქალაქი არის, სადაც მთელი საემიგრაციო ტალღები მოდიოდა და ეს იყო კარიბჭე ამერიკაში და ზუსტადაც თავისუფლების ქანდაკება რო დგას ნიუ-იორკში ლიბერტი აილენდზე, ზუსტადაც ეს არის თავისუფლების ქანდაკება დგას, იმიტომ რომ თავისუფლებაში ჩამოსულ ადამიანებს ეგებება. ანუ ეს არის მთელი იდეა ამ ყველაფრის, ანუ ზღურბლიდანვე ნიუ-იორკი ეგებება ადამიანებს, რომლებიც მოდიან თავისუფლებაში და ზოგადად ის მომენტი, რომ თქვათ რაღაცნაირად ავიწყდება ამ ხალხს, რომ ამერიკის იდეაც მათ შორის ის არის და თვითონაც მუდმივად ამას ქადაგებენ ხოლმე, რომ აი ამერიკა ჩვენ იმიტომ მოგწონს, რომ აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ რაღაცას მიაღწიოს და თუ ხელს გაანძრევ წარმატებას მიაღწევ და რა კარგი ქვეყანაა ეს და საბჭოთა კავშირს კი არა გავს და საქართველოსნაირი ჭაობი კი არ არის, ესეთი სიტყვებით გამოდიან ხოლმე ეს ემიგრანტები და მე ამ დროს მათნაირი ემიგრანტი რომ რაღაცა წარმატებას მიაღწევს, რომ გაინძრევა, რომ იმუშავებს, რომ ეცდება რომ რაღაცა გააკეთოს ცხოვრებაში და ამ ყველაფერს რომ მიაღწევს, მე რაღაცნაირად იმის გამო რომ ეს ადამიანი სხვა კულტურის, რასის ან რელიგიის წარმომადგენელია, მაშინვე ესე იგი ამ ხალხის ანტიპათიას იწვევს და რაღაც ნეგატივ რეაქციებს. მაგრამ ამ თემაზე და ზოგადად ამ ყველაფერზე ვისაუბრებ წინა ვიდეოშიც ერთ-ერთში ვისაუბრე კიდევაც იმაზე თუ რატომ აქვს ესეთი განწყობები საქართველოსდან ჩამოსულ ემიგრანტებს სხვა ემიგრანტების მიმართ ან ზოგადად ადგილობრივი ადამიანების მიმართ. ამ ვიდეოსაც დავლინკავ, მაგრამ დღეს მინდა უბრალოდ ესეთი ლიტერატურული რეკომენდაცია მოგცეთ. ცოტა ხნის წინ წავიკითხე არაბული წარმომავლობის ამერიკელი მწერალის აიშა აბდელ გავადის წიგნი Between Two Moons, ანუ ორ მთვარეს შუა, ანუ ეს ერთ თვიან პერიოდზე არის ლაპარაკი ამ სათაურში და ერთ თვეში, ანუ რამადანის პერიოდში ვითარდება აი ამ რომანში მოქმედება და ეს არის ამბავი, რომელსაც ყვება არაბი ემიგრანტების შვილი გოგო, რომელიც ცხოვრობს ბრუკლინში, ბეირიჯში, ყავს და ძმა და გვიყვება აი ამ ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ამბავს და ზოგადად განიხილავს კულტურულ ამბებს და მენტალიტეტს და ურთიერთობას მშობლებთან, ურთიერთობას ამერიკასთან, ამერიკულ კულტურასთან, თავის ამბივალენტურობას, რომელიც სხვათა შორის ძალიან ნაცნობი შეიძლება იყოს ბევრი ქართველი ემიგრანტისთვის, რომ აი ეს ადამიანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გაქცევა უნდა თავისი გარემოსგან და საზოგადოებისგან, იმიტომ რომ რაღაცა მენტალური და მენტალიტეტური შეზღუდვები არის იქ, თუმცა ის მომენტი, რომ ვიღაც ადამიანებს გონიათ, რომ მაინც და მაინც რახან არაბი ან მუსლიმი შეიძლება იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ შარიათის კანონი გაიჩიტება ეხა ნიუ-იორკში და არიქა და ეს რა გვეშველება, ამაზე მოთქმაგოდება არის ხოლმე. აი ამ თემასაც და ამ დამოკიდებულებებზეც მათ შორის შიდა community-ში, ამ ემიგრანტულ community-შიც ეხება ეს გოგო და გვიყვება იმაზე თუ როგორი წარმოდგენები არსებობს პირველი თაობის, მეორე თაობის ემიგრანტებს შორის, რა ურთიერთობა არის გარესამყაროსთან და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ძალიან კარგი ემიგრანტული ამბავი არის, რომელიც ეხლა სიუჟეტი დიდი არაფერი, იმით რომ რაღაც ჩახლართული ან რაღაცა, მაგრამ თხრობა და აქცენტები, რაზეც არის გაკეთებული, აი ეს როგორც აღვნიშნე, მენტალიტეტის ურთიერთობა დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს მათ შორის, ხო? ანუ არის ვიღაცა ეს ზოგადად ემიგრანტების ისტორია არის ესეთი, რომ თქვათ იქ არის ვიღაცა ტუნისელი ქირურგი, რომელიც ეხა ტაქსისტად მუშაობს და რაღაცა ესეთი რაღაცეები, რომ ნახულობ, რომ სხვა ადამიანებსაც აქვს ზუსტად იგივე გამოცდილება, როგორიც შენ და როგორ არიან ისინი, რატო წამოვიდნენ ისინი თავიანთი ქვეყნიდან ამერიკაში და რატომ არ უნდათ, რომ ისეთივე რაღაცეები მოხდეს აქ, როგორც იქ ხდება, ხო?
მაგალითად ძალიან ხშირად არის მითხოლმე რომ რანაირად შეიძლება რომ თქვათ ემიგრანტები მხარს უჭერდნენ ცოტა ესეთი ანტიიმიგრანტული რიტორიკის მქონე პოლიტიკოსებს და ამაზე მე ვუხსნი ხოლმე რომ ძალიან ბევრ ადამიანს მაგალითად პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან მაგალითად ლათინოებს და ამ შემთხვევაში ზოგადად ეს იგი აღმოსავლეთ ევროპული წარმომავლობის ადამიანებს ეს რაღაცა ტრამვა მოყვებათ იმასთან დაკავშირებით რომ რაღაც სოციალიზმი მემარცხენე პოლიტიკა აუცილებლად რაღაც ავტორიტარიზმთან და ჩაგვასთან არის ასოცირებული და შესაბამისად, როდესაც რაღაცა პროპაგანდა ისმის, რომ დემოკრატები არიან კომუნისტები და არიქა ეხა საბჭოთა კავშირი გახდება, ნიუ-იორკი და ბერნი სანდერს უნდა რომ ყველანი გულაგებში გაგვიშვას ალასკაზე და მსგავსი ტიპის პროპაგანდა რო ხდება, ეს ტრამული გამოცდილება მოქმედებს ამ ადამიანებზე და შესაბამისად ისინი არა რაღაცა პოლისის და ხელშესახებ დაპირებებზე თუ მომავალ გეგმების მიხედვით აძლევენ ხმას, არამედ იდეოლოგიური ამომრჩევლები არიან ძირითადად. და ამ შემთხვევაში და იმიტომ რომ არ უნდათ რომ თქვათ საბჭოთა კავშირი იყოს ამერიკაში. აი მარტივად რომ თქვათ რა, ანუ ამაზე აპელირება ძალიან ხშირად მიდის ხოლმე. და იგივე მომენტში ეხა ცოტა სხვანაირი თემა არის ეს, მაგრამ აი შედარება რო გავაკეთოთ. ის ხალხი რომელიც გამოექცა თავისი ქვეყნებიდან ისლამისტურ რადიკალიზმს, იმათ არავის არ უნდა, რომ ამ ქვეყანაში იგივე მოხდეს. ეს არის გამორიცხული ამბავი და ზოგადად, მაგალითად, ის თემა, რომ ძალიან ბევრ ემიგრანტს აქაურობა ძალიან უყვარს იმის გამო, რომ ის თავისუფლება არის და ის გარემო არის, რომელიც ამ ქვეყანაში არის და მათ შორის ის, რომ ვიღაცას თავისი შრომით, თავისი ბექგრაუნდის და წარმომავლობის მიუხედავად შეუძლია რაღაცას მიაღწიოს ამ ქვეყანაში. მაგალითად გახდეს ყველაზე დიდი ქალაქის მერი, ხო? და მოკლედ აი ესეთი რაღაცეები და აი ამ გამოცდილებებს, აი ამ ტრამულ გამოცდილებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც ემიგრანტებს, აი ამ წიგნშიც შეხვდებით და ის განიხილავს ზუსტად აი ამ კულტურულ თემებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ რაღაც მომენტში არ ვიცოდეთ, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ რაღაცა ვერიდებით სხვა ემიგრანტებთან ურთიერთობას და რაღაცა ესენი არის ხოლმე ყველაფერი. მაგრამ აი თქვათ მე ძალიან ხშირად ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დიდი ხანი არის, რაც ამერიკაში ცხოვრობენ, ზოგიერთი ადამიანი 20-25 წელიწადია ცხოვრობს და მაინც რაღაცნაირად ახერხებს იმას, რომ ისეთი პოსტები შემხვდა Facebook-ზე ასეთი ადამიანებისგან, რომ ცოტა გაოგნებული ვიყავი და რაღაც მომენტში ამას ვფიქრობ, რომ თუ ამდენი წლის განმავლობაში და ამ ქვეყანაში ცხოვრებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით ვერ მიხვდი ამ ქვეყნის იდეას და სხვა ემიგრანტებს რა მოძრავებთ და რა უნდათ და რატომ არიან ამ ქვეყანაში ჩამოსულები, მაშინ აი წაიკითხეთ ბატონო ეს წიგნი და მაშინ ლიტერატურულად იქნება მაინც მიხვდეთ, რასაც ცხოვრებისეულად ვერ მიხვდით ამდენი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ცხოვრებით. ხო, ხა შეიძლება ვიღაცა მისით თქვას, რომ მე მაგისტროს ადამაკო, რომ წიგნები ვიკითხო, მაგრამ ან შეიძლება ისე თქვას, რომ არაბების დაწერილი წიგნები რო ვიკითხო მაგისტროს ადამაკო, ესეთი რასიზმის ჩააქსოვან ამ რჩევის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე გეტყოდით, რომ თუ რასისტული პოსტების და იქ მე კომენტარებში ისტერიკების წერის და მე ვიღაცა რო შენიშვნას მოგცემთ მაგ ადამიანების დაბლოკვის დრო თუ გაქვთ, მაშინ ერთი წიგნი რო წაიკითხოთ, იმის გამო რომ ცოტა რაღაცა თვალსაწიერი გაიფართოვოთ, მაგის დროს აუცილებლად გექნებათ. ხო და მოკლედ აი ეს წიგნი წაიკითხეთ მეგობრებო, რომ ვისაც გაწუხებთ ის თუ რა შეიძლება მოხდეს ეხლა ვაიმე მეჩეთები ჩაიდგმება ყველა სტარბაქსივით ყველა ქუჩაზე. რა დავაშავე ღმერთო.